ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი დაამტკიცა. დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებს ავალებს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევას და შესაძლო თანამშრომლობას ეხება. აქტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ სტივ კოენმა წარუდგინეს. უილსონის თქმით, ეს აქტი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციები გამოაშკარავდეს. მისი თქმით, ამ დოკუმენტით შეერთებული შტატები მკაცრად განიხილავს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველოს დახმარების მთავარი მიმღები, როდესაც ის თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს ამერიკას. საქართველოს შეერთებული შტატების მამაცი დიდი ხნის მოკავშირეა და მისი მოსახლეობა აბსოლუტურად უჭერს მხარს დასავლეთთან მტკიცე ურთიერთობას. არალეგიტიმური ქართული ოცნების გუნდის რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთან ისინი ავრცელებენ ანტიამერიკულ პროპაგანდასა და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ პრეზიდენტ ტრამპს. მას დიპ სტეითის აგენტობაში სდებენ ბრალს. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მარიონეტული ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა. ამ თაღლითური რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და უნდა შეიცვალოს. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეერთებულ შტატებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თანამშრომლობს რეგიონში რუსეთის გავლენის მოსაშორებლად და ნატოს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ქართული ოცნების კოშმარულმა რეჟიმმა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით ლიკუფლოს პოლიტპატიმრები შეწყვეტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის დამართლებრივი დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, გაუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ახშობს ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესს და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების რეპრესიები. კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციები გამოაშკარავდეს და შეერთებული შტატები მკაცრად განიხილავს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველოს დახმარების მთავარი მიმღები, როდესაც ის თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს ამერიკას. უნდა აღვადგინოთ ის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის იყო. ის ვერ ნორმალიზდება თუ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება. გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ ამერიკას 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს ორმხრივი თანამშრომლობა, ამერიკული ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობა და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო. ასევე უნდა განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება შტატების ინტერესებს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გაგრძელება და მომავალში მსგავსი თანამშრომლობისთვის რესურსების გამოყოფა. აქტის მიღების წინ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენებმა ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობის შესახებ სერიოზული კითხვები გააჩინა. ეს შეშფოთება გაიმეორა დემოკრატების წარმომადგენელმა ეიმი ბერამ. მან კანონპროექტს უწოდა პასუხი ქართული ოცნების პირობებში დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში. მისი თქმით, კანონპროექტი არ ისახავს მიზნად საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას, არამედ აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ კვლავ ერთგულია. საქართველოში დიდი ხნის რუსულ გავლენებთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შემაშფოთებელია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. ბოლო წლებში ამან გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმის შერჩევა მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში. კონკურენცია კარგია, მაგრამ როცა საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რისკებს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ეს კანონპროექტი დაგვეხმარება შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ. ბოლო წლებში ქართული ოცნების ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც საქართველოზე, უცხოურმა მავნე გავლენებმა რუსეთის და ჩინეთის მხრიდან საფრთხე შეუქმნეს საქართველოში დიდი ძალისხმევით მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლას. კორუფციას დაუქვემდებარეს ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და გამოიწვიეს ნაპრალი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში, კავშირებში საქართველოს ხელისუფლებასა და მის ხალხს შორის. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო აქტის მიღებას დღეს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან ჯო უილსონს არასერიოზული კაცი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან საუბრები შედეგის მომდანი იქნება. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ჯო უილსონი არის აბსოლუტურად არასერიოზული კაცი, ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს და შედეგი უნდა იყოს რა? სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განახდება. ოპოზიციის შეფასებით წარმომადგენელთა პალატის აქტი არის დასტური, რომ ამერიკა აღრმავებს სტრატეგიულ ინტერესს საქართველოსადმი და ამავე დროს აცნობიერებს, რომ ოცნების რეჟიმის პირობებში საქართველო გახდა მტრულ რეჟიმთა პლაცდარმი.
რეჟიმი. მათი განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოების დაცვა, თუმცა როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, მას სჭირდება მთავრობა, რომელიც ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. ვხედავთ, რომ ძალიან ხელსაყრელი პირობები დგება საქართველოსთვის მისი სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად იმ პროცესში, როდესაც რუსეთი სუსტდება, ის პრაქტიკულად მარცხდება ბევრ ფრონტზე, ის კარგავს მოკავშირეებს სხვა კონტინენტებზე, ის სუსტდება პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჩვენ ვხედავთ ასევე ამის მაგალითს, რომ ის წარმატებას ვერ აღწევს უკრაინაში. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ევროკავშირი ფართოვდება, ეს პროცესი ჩქარდება. ვხედავთ ამავე დროს ძალიან გაზრდილ ინტერესს ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ის ახალი შესაძლებლობები, ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ეს მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი დიდი პროექტი პრეზიდენტ ტრამპის და როგორია მართლაც განწყობა ამერიკის შეერთებული შტატების, რომ საქართველოს მაქსიმალურად იყოს ჩართული ეს კანონპროექტიც, რომელიც გუშინ იქნა მიღებული მავნე გავლენების საწინააღმდეგოდ ამერიკის კონგრესში ჩინეთი, ირანი, რუსეთი. ეს სწორედ არის დაცვა ჩვენი ქვეყნის და მისი უსაფრთხოების და ამას უნდა კონდეს ადეკვატური აღქმა. სამწუხაროდ ეს ბუნებრივია, ასე არ ხდება. ამ ყველაფერს ასე ჩვენ ოპოზიციის ალიანსი საუბრობს, ჭირდება მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს და სრულად საპირისპირო გვაქვს დღეს საქართველოში. ეს არის მკაფიო დასტური, რომ აშშ აღრმავებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს საქართველოსადმი და ამავე დროს აცნობიერებს სრულად მკაფიოდ, რომ ოცნების რეჟიმის პირობებში საქართველო გახდა მტრულ რეჟიმთა პლასტარმი და პოლიგონი. რეჟიმის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ისინი ამერიკასთან ნორმალიზებას შეძლებდნენ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი აშშ-ს მიერ ფართოდ არის აღქმული, როგორც უსაფრთხოების რისკების წყარო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორივე პარტიიდან. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან მასტის მწვავე შეფასებები, რომ ციტირებ, ჩინური კონსორციუმის შერჩევა ანაკლიის მასშტაბური ღვაწლოვანი პორტის განვითარების პროექტში შეიცავს საფრთხეებს და რისკებს ქართული და ამერიკული ეროვნული ინტერესებისთვის იყო საგულისხმო და არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის განცხადება ანაკლიასა და შუა დერეფანთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკა არის ღრმად დაინტერესებული შუა დერეფნის და ანაკლიის განვითარებით, საქართველოს ჩართვით ტრამპის სახელობის კეთილდღეობის და მშვიდობის გზაში, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებით და რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით. კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი 8 ივნის წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. დოკუმენტი ახლა კენჭისყრისთვის სენატს გადაეგზავნება.